ვინ გადმოვადგმევინებს ამას? კი, ეს ერთი მეყოფა. ორივე უნდა ავიღოთ ერთად, 1 2 3. ოპა. ეხლა აქ გავშლი ჩვენ ჩატარებულ კვლევას სილოზე. ეხლა ეს პატარა ფაზლივით დავიწყო? ახლა ვაშენებთ სილოს მაკეტს. არა, 21 წლიდან, ანუ 20-ში გავაკეთეთ მთლიანი ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა და მერე უკვე 21-ში თუ 22-ში აღმოვაჩინეთ, რომ სილოს დანგრევას აპირებენ. ანუ ეხლა რა იმესაც ვაწყობ, ეს უმრავლესობა ამის გარდა თითქმის ყველა დანგრეულია რა. ვერავაწყე. ეს პირიქით. აი აქ შემოდიოდა ესე რელსი. აქედან იყო შემოსასვლელი, ანუ რკინიგზას აქედან უკავშირდებოდით და პირველი გვხვდებოდა მასალების საწყობი. ეს ცილინდრები იყო თვითონ მარცვლეული შესანახი სათავსოები. ეს იყო ელევატორი. აქ მაკლია ერთ შენობა. მაგრამ არ მაქვს მაგისი ნაწილი, აი ეს დავაყენოთ. წარმოება ეგრეგზე მიმდინარეობდა, რომ მოდიოდა პროდუქცია, დასაწყობდებოდა, ადმინისტრაციულ უზრუნველს გაივლიდა, ელევატორი ძევით ადიოდა, ცილინდრებში ჩაიყრებოდა, ქვემოთ ჰქონდა ეს რკინის კონუსები, რითიც ჩამოდიოდა. ყოფილი წისქვილ კომბინატი, ეგრეთ წოდებული სილო, იყო პურის ქარხანა. სადაც ხდებოდა მარცვლეულის მიღება, დასაწყობება, გადამუშავება, ფქვილად ქცევა, შემდეგ პურის ცხობა და პურის გაყიდვა. ანუ ეს არის ჩვენი წისქვილ კომბინატის კომპლექსი, საკმაოდ გამორჩეული ზომით, ესეთი პატარა შენობები სხვაგანაც საქართველოს სხვა ქალაქებშიც არის, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული ზომის, იმიტომ რომ მისი ზრდა იყო დამოკიდებული ქალაქის მოსახლეობის დაზე.
დღევანდელი ჩვენი ქალაქგანვითარება ძალიან კრიზისში არის. ჩვენ არ გვაქვს მონაწილეობის საშუალება იმაში, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. არავინ არ გვეკითხება ჩვენ გვინდა თუ არა რომ ჩვენ ეზოში კორპუსი დადგან, არავინ არ გვეკითხება გზა გადაკეტონ და გადაიაზრონ მთელი სატრანსპორტო ზოლი თუ არანაირი გამოკითხვები კვლევები ამის მიმართულებით არ არსებობს რა. ყველაფერი გარდასული არის კერძო ინტერესზე, საზოგადოებრივი ინტერესი საერთოდ გვერდზე არის დარჩენილი და ყველაფერი რაც ხდება ამ ერთჯერადი მოგების და კერძო ინტერესის დასაკმაყოფილებლად და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქალაქზე. თბილისში დადიხარ, მარტო დეველოპმენტს ხედავ, რომელიც გასაგებია, რომ ქალაქის განვითარებისთვის დეველოპმენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად წაშლილი არის ზღვარი საჭირო დეველოპმენტს და მოგებას შორის, რომ აი ადგილის საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმილი განაშენიანება თითქმის არ არსებობს ჩვენთან. იმდენად არასამართლიანი სისტემაა უკვე თავისთავად, რომ ჩვეულებრივ ადამიანსაც არ გიტოვებს იმის საშუალებას, რომ რაღაცა სწორად გააკეთო რა. არ არსებობს კარგი ქალაქი, სადაც ისტორია წაშლილია. და თითქმის არსად უკონტექსტოდ ქალაქი არ არსებობს. რა ყველა ქალაქს აქვს რაღაცა კონტექსტი, საიდანაც ამოიზარდა. ჩვენ ნენელა ამ კონტექსტს ვშლით საქართველოში. რა მარტო თბილისში კი არა, თითქმის ყველა ქალაქში ეგ რეალობა გვაქვს, რომ ამ კონტექსტს ვანადგურებთ ჩვენ თვითონ. ამ ჩვენივე ისტორიას ვშლით. ოცდაათიან წლებში აშენდა პირველი ორი ბლოკი. შემდეგ მოსახლეობის დამ და ქალაქის დამ გამოიწვია ის, რომ მეტი მარცვლეული და ხორბალი ჭირდებოდა მომარაგებას, დაემატა შუა ბლოკი და ბოლოს აშენდა ეს მეოთხე ბლოკი. გაზეთები, რაც არქივში მოვიძიეთ, გაზეთებში ძალიან ისე არის აღწერილი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო ამ ხელაწისკურ კომბინატის მშენებლობა, იმიტომ რომ კონსტრუქციულად საკმაოდ რთული ნაგებობა არის. პროპაგანდისტებს იყენებდნენ, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის, იმიტომ რომ თბილისი როგორც კი გაცდა 300,000 მოსახლეს, გახდა საჭიროება, რომ ქონოდა თავისი პურის ქარხანა. იმიტომ დაემატა ეს ფლიგელები, რომ თბილისი აღარ ყოფნიდა უკვე ამ ორ ბლოკში, რაც ინახებოდა, საკმარისი აღარ ყოფნიდა და მაგიტო გაიზარდა და დაემატა.
თვითონ პურის ქარხნებს განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პური იყო რაღაც ამ ჩვენი მაშინდელი წყობის სიმბოლო, როგორც აი ისეთი ჯანსაღი ცხოვრების საყრდენი და განაყრებული საზოგადოება და ხო იდეოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პურის ქარხნები. შეიძლება ბევრი ვიდაოთ ახლა იმაზე საბჭოთა მემკვიდრეობა არის თუ არა მემკვიდრეობა, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი ისტორიის ნაწილია, ხო? ანუ დღეს ჩვენ ვინც ვართ, რა საზოგადოებაც ვართ და თუნდაც როგორი ეკონომიკური კრიზისიც გვაქვს, ესეც რაღაცნაირი გამოძახილია იმისი, რაშიც ცხოვრობდით საბჭოთა პერიოდში, ხო? და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა, ნაგებობები იქნება ინფრასტრუქტურა თუ საწარმოო შენობები ჩვენი ისტორიის ნაწილია და ესეც მემკვიდრეობაა და ვუყურებ ამ ყველაფერს როგორც მემკვიდრეობას და დღევანდელი მდგომარეობა, როგორიც არის ამ საწარმოო შენობების, ძალიან სიმპტომატური არის ჩემთვის, რომ აი თითქოს სახე არის იმ 35 წლიანი ჩვენი ბოლო ისტორიის, რაშიც ცხოვრობს და ვიზრდებით. დინამიკას დავაკვირდებით, ისე ვითარდება ჩვენი ქვეყანა, რომ თითქოს ამ მეხსიერებას ვებძვით. იცი რა, ფანჯრები ხარ შევაღოთ, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და მაგრამ ხმე ხმაური შენ. აუ, უკაცრავად. აქება რა გავაგონებ. უკაცრავად. უკაცრავად. ცოტა ხანი რომ გააჩერონ, შეიძლება ვიწერთ რაღაცას. გააჩერებე? მადლობა დიდი. Всё. Ух. ბევრი მიმართულებით შეიძლება ქალაქში მეხსიარებაზე საუბარი რა. ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საბჭოთა შენობების მიმართ არ არის პოზიტიური განწყობები. მარტო პროფესიულ წრეებს გვაქვს ეს ეგრეთ წოდებული სენტიმენტი, ისიც იმიტომ, რომ მნიშვნელობა გვესმის უფრო მეტად შეიძლება ამ არქიტექტურული ნაგებობების, ან არქიტექტურული სტილისაც შეიძლება ითქვას. ჩვენთან ძირითადად ეს საწარმოო არქიტექტურა, საწარმოო შენობების არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში აშენდა. მანამდე იყო უფრო მანუფაქტურული წარმოება, მცირე საწარმოები და აი საბჭოეთმა ეს ზაფრი დიდი ინდუსტრიალიზაცია შემოიტანა ჩვენ ქვეყანაში. ეს ინდუსტრიული შენობები თბილისში თან საკმაოდ ბევრია და ბევრ უბანში არის. მართლა ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო სულ რა. ნუ იმას რო თავი დავანებოთ, რომ ჩვენი წინათაობები აქ მუშაობდნენ და საქმიანობით იყვნენ და დაკავშირებული ამ შენობებთან, ასევე ჩვენთვისაც, ჩვენი თაობისთვისაც აი რაღაცა რაც სულ არსებობს შენს პარალელურად.
ერთ-ერთი ისტორიკოსი ამ შენობას ეძახის შემთხვევით მონუმენტს. შემთხვევით მოხდა, რომ მას ეს ფუნქცია აღარ აქვს და დარჩა ეს რაღაცნაირი უცნაური ფორმა და უკვე მონუმენტია რა. მაგას მაგალითებშიც გაჩვენებთ, არსებობს უამრავი კარგი მაგალითი, როგორ აითვისეს სილო სხვადასხვა ფუნქციის შენობად და როგორ შეიძლება მისი გარდაქმნა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ფუნქციით, არამედ ასევე კომერციული ინტერესის გათვალისწინებით. ჯერ მე მგონი დანარჩენი შენობები ვნახოთ და ბოლოს გავხსნის სილოს. თბილისის მთლიანობაში ამ ინდუსტრიული ნაგებობების კვლევა 2020 წელს მუაში დავიწყეთ. სტუდენტებიც გვეხმარებოდნენ რაღაც პერიოდი ამ კვლევაში და აქ იმდენი არის, ყველას ვერ დავატევ რომ ამოვიღო, მაგრამ არქივიდანაც ამოვიღეთ რაღაც მასალები, მაგრამ ბევრი მაინც არ არის არქივში, იმიტომ რომ ეს საწარმოო შენობების ნახაზები და ფოტოები უფრო თვითონ ამ საპროექტოებს ქონდა, მაგათ არქივებში იყო და ეგ არქივები სამწუხაროდ გამქრალია. და თან ესეთი კვლევები არც არავის არ აინტერესებს რა, ანუ არც ძალიან პატარა დაფინანსება ქონდა თავიდან, შემოქმედებით საქართველოს გრანტით გავაკეთეთ. რომ შევძელით ამეების გადაღება. იმის მერე ვერანაირი დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ იმისთვის, რომ წიგნად გამოგვეცა ეს მასალა, ან რაღაცა უფრო განვითარებულიყო. ან ისტორიას მაინც რომ დარჩეს, ეგეც კი ძალიან რთულად მისაღწევი არის რა. ხო, ანუ თბილისის რუკა რო წარმოვიდგინოთ, ამისი რუკაც გაკეთებული გვაქვს. სამგორი, ისანი, ვარკეთილი, ნაძალადევშიც არის ცოტა დიღომი, დანი, თემქა, ავჭალა და ცენტრალურ უბნებში არის ცოტა შემორჩენილი, აი ურის ქარხანა, ტესის ტერიტორია, ტეცის ტერიტორია. ცენტრში პრინციპში რა სულ თითო ჩამოსათვლელი არის. ფეიქრების ქუჩაზე არის ეს გენიალური შენობა, ძვრის ქარხანა. ძალიან უნიკალური შენობა არის თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით. ამ შენობის ნაწილში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები. ნაწილი არის ესე დაშლილები მანქანების საწყობად გამოყენებული. ეს არის ჩაის ფაბრიკა, ჩაის საწონი ფაბრიკა, ესე ვქვა, აქ ჩამოდიოდა ძირითადად გურიაში მოპოვებული ჩაი. ეს შენობა ჯერჯერობით არსებობს, მაგრამ ეს ტერიტორიაც ახლა კერძო მფლობელობაშია. 90-იანებიდან მოყოლებული ეს ყველა კერძო მფლობელობაშია. ამ ადგილას განვითარება იგეგმება და რამდენადაც ვიცი, შენარჩუნებაც უნდათ ამ ერთი შენობის. აი ეს არის ზაჰესში. ეს იყო ქარხანა, რომელიც აწარმოებდა სამშენებლო მასალებს, აი წინასწარ დამზადებულ პანელებს რა, დრესინგ-კარებს ეძახდნენ. ამ შენობას, ანუ აქ მთელი კომპლექსი იყო, ქონდა ლაბორატორია, ქონდა კაფეტერია. საცხოვრებელი სივრცეებიც ქონდა იმ მუშებისთვის, ვინც იქ ჩამოდიოდნენ, პრაქტიკებზე დადიოდნენ აქ არქიტექტორები საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.
თბილაბრეშუმი ეს არის და აი ძმარი. ცოტა ხანში ეს აღარ იქნება. კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ ეს საწარმოო შენობები ძირითადად რკინიგზასთან დაკავშირებული იყო. ან მომარაგება ხდებოდა რკინიგზით და აი სილოს ქვეშაც რომელიღაც ფოტოებში ჩანს გაჩვენებთ, გადის ეს სარკინიგზო გზა. და მოვადექით სილოს. ესე იგი, თუ ამოშენებული არ არის, სადღაც აქედან იყო ჩამონგრეული და ეგრე შევძვერით. ეს იყო ისა, გახსნილი და აქედან ძვრებოდით რა. ხო და შემოუაროთ ეხლა და ვეცადოთ, რომ უკანა ჭიშკრიდან შევიდეთ. ეს კიბე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ არქიტექტურისთვის, იმიტომ რომ აი მასშტაბს გრძნობდი რა. ეხლა ეს კიბე მოხსნილია. ეხლა გაჩვენებთ კვლევის ნაწილში მოძიებულ მასალას. ეს არის თბილისში, ეს ნავთლუხის ტერიტორია, აქ 34 წლის რუკაა და უკვე ჩანს ეს პირველი ორი ფრაგმენტი, რასაც წეღან აღწერდი ამ შენობის. ეს არის ძველი გენგეგმა, რაც არქივში ვიპოვეთ. აქ ჩანს, რომ ეს განვითარებისთვის ტერიტორია დატოვეს ცარიელი და აი 30-იან წლებში არის დახაზული ეს გენგეგმა და მაშინ მხოლოდ 2 ბლოკი გვაჩვენეს. ან სივრცეს რო ჭრის რა, რაღაც ფანჯარასავით, ამ არქიტექტურისთვის რა მნიშვნელოვანი ელემენტია. აი, მაგალითებს მივადექით ზუსტად. ამის გადაკეთების ვერსიები და გამოყენების ვერსიები არის აი ულევი. რიკარდო ბოფილის ერთ-ერთი აი ყველაზე ცნობილი შენობა არის 73 წელს შეიძინა და გადააკეთა და თავისი სახელოსნოები და საცხოვრებელი სივრცე აქ მოწყობილი. ეს არის გუნჯაოს ლუდის ქარხანა ჩინეთში. აი აქ შიგნითაც ეს სივრცეები აქვს ცოტა სხვანაირად გამოყენებული და აქაც სახელოვნებო მუზეუმი არის და სახელოსნოები შესული. ძალიან ცნობილი არქიტექტორის ჰეზერვიკის რეკონსტრუქცია არის სილოსი და მუზეუმი არის თანამედროვე ხელოვნების. რა აქ არის ეს ჩითილებისთვის და ანუ ამ მწვანე ნარგავების ერთიანობაში შესანახად ძალიან გამოსადეგი სივრცე. აი ეს არის ბუფალოს სილო და სილოს სიტი ქვია ამ ადგილს, აი ბევრი სხვადასხვანაირი დიდი და პატარა სილოების კომპლექსი იყო. ჩვენ ვეძახდით ესე თავის მუზეუმს. ეს არის ამისი ფოტოების შიგნიდან. ანუ მუზეუმად აქვს შენახული, რომ თვითონ ეს შენობა თავის თავზე ყვება. შემიგაი. რა მხელაა просто. თბილისის სილო მოყვებოდა ის თბილისის ისტორიას, პირველ რიგში თბილისის ზრდის ისტორიას, რა საჭიროებები ქონდა 30-იან წლებში, რა საჭიროებები ქონდა 50-იან წლებში, როგორ გაჩნდა მეოთხე ბლოკი, ანუ თავის ისტორიასთან ერთად ქალაქის ისტორიას მოყვებოდა. მოყვებოდა იმ ისტორიას, როგორი მშენებლობის ტექნოლოგია ქონდა მაშინ, მოყვებოდა ისტორიას, როგორ
ვუფრთხილდებით და ვინარჩუნებთ იმ გარემოს, რა გარემოც მოგვეცა და მოყვებოდა მთელი ჩვენი რაღაცა კულტურული განვითარების ისტორიას. აი მარტო ამ ტერიტორიას და ამ კომპლექსს შეუძლია მუზეუმიც იყოს, ტურის, ხორბალიც მოიყვანოს, ლუდიც აწარმოოს, თანამედროვე ხელოვანებს სივრცე მისცეს, პატარა სასტუმროც ჰქონდეს გვერდზე, რომელიც დაანგრიეს ეს შენობა და აი გვერდზე შენობა ძალიან კარგი იყო, უკვე დაანგრიეს. სასტუმრო ჰქონდეს თან ახლოს არის აეროპორტთან. არ ვიცი, უამრავი რაღაცა შეეძლო შეეთავსებინა. ნახე, ვიღაც ფენსი მანქანა შევიდა. ნეტა ვინ არის? ესე იგი, ეს მდგომარეობა იყო აპრილში რა, ანუ ეს მეტალის კონუსები ჯერ კიდე იყო შენარჩუნებული და შიგნით აი კედლებს რასაც ხედავთ, საერთოდ არ იყო ხელშეხებული ჯერ და როგორც ჩანს აი ღიობები სადაც არის, მაგიცი დაიწყეს ახლა ჩამოშლა რა. ფუ, ეგეთები არ გვინდა ახლა. რომ დაგელაპარაკე, იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მიკვინო. ნახოთ ახლა რამდენი არქიტექტორი არ მუშაობს ამ დროს. კაი, მაგალითებიდან შეგვიძლია გადავიდეთ ახლა ადგილობრივ კონტექსტზე და იმ კრიზისზე, რა კრიზისშიც არის ეს გარემო, სილოს გარშემო. დემონტაჟი დღეს არ დაწყებულა არა დიდი ხანი, ანუ რაც ვნახეთ, მე რაც გავიგე, ერთი კვირა არის, გამარჯობა. და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დამირეკა დღეს, რომ განცხადება რომ შემოიტანეთ მაისშიო, აი ხელმოწერებს ვისაც ვაგროვებით. მაგის ფონზეო ჩვენო შევავჩერეთო დემონტაჟის ნებართვები. მაგრამ გააგრძელესო მაინც დემონტაჟი. ანუ დარღვევა? ხო, დარღვევა და ჩვენცო გვინდაო რომ შევაჩერებინოთო და დღეს შეგხვდებია თქვენც თუ შეძლებთ ამოყვებით 6 საათზე შევხვდებით არქიტექტურის უფროსს. შევისწავლეთ ირგვლივ რა შენდება. და არ ვიცი რამდენად ღირს მაგის ჩვენება, იმიტომ რომ შეიძლება გული გაგისკდეთ. ამ ტერიტორიაზე შეტანილი არის ღანაშენიანების რეგულირების გეგმა ურბანულ სამსახურში, რაც მოიცავს მთლიანად ამ ტერიტორიის დემონტაჟს, ყველა ნაგებობის დემონტაჟს და 11 საცხოვრებელი კორპუსის აშენებას. რა მოლოდინები გაქვთ ანდელი აქციის და შეხვედრისა? არ ვიცი. ამ განაცხადზე ნებართვა ჯერ არ არის გაცემული, როგორც ახლა გავიგე შეჩერებულია ეს პროცესიც, მაგრამ მიუხედავად ისა, რომ ნებართვა არ აქვს მიღებული, ინდივიდუალურად შენობებზე დემონტაჟის ნებართვები მიიღეს. კიდევ ერთი აჰა, ეს დაათვალიერე. ძიმე. ის მაგ ჩანთაში მაგ ბანერი, პროსტა ცოტა დებილობა გამოვიდა და პროსტა საუკუნეში. და ეს მივაკე. ხო გამოჩდეს. აქ. კაი, მოვალმე. სანდრო, ამის წერა ჩვენი ის არის, ხო იცი? ტრადიცია უკვე. ოქტომბრის მერე არ შემიმოწმებია. და მაისში, მარტში აღმოვაჩინე, რომ დაიწყეს დემონტაჟი ცილინდრების. ანუ ეხლა რო არის გამოღრუტნული ეს უკანა მხარე მთლიანად. მაშინ იყო 1 ან 2. ზუსტად ამიტომ მერიაში დავიწყეთ უკვე გარდა პეტიციისა, ეხლა დავიწყეთ გასაჩივრების წერილების შეტანა, რომ ამის დანგრევა არ შეიძლება, ჯერ ეს ერთი თან უნებართვოთ ანგრევენ და თან ნებართვაც რომ გქონდეთ, მაინც არ შეიძლება.
არ შეიძლება? ყველა ვერ დავეტოვით, მაგრამ ერთმანეთს შევენაცვლებით, ხო ადამიანები ვართ, ვიწვევით რა. ნახევარი მეტრით შეგვიწიეთ. ანუ არ არის მე მგონი ეს ახლა სადაო რა, ძალიან ცხელა. მერიაში ვითხრეს რომ მათაც ენანებათ ამ შენობის დანგრევა და არ ეთანხმებიან მფლობელს. ამიტომაც არის რომ ნებართვა ბოლომდე არ არის გაცემული ამ 11 საცხოვრებელი კორპუსის აშენებაზე და ეხლა ამ ჩვენი განცხადებების ფონზე მიდის მფლობელთან მოლაპარაკება, რომ იქნებ შევინარჩუნოთ და არ დავანგრიოთ ნაწილი მაინც. ახლა შევდივართ თავარ ასპექტში. შეხვედრაზე შევდივართ. დაბარებული ხარ? კი. ყველანი უნდა შეგზანდეთ? არა, სამი ადამიანი. სამი ადამიანი. უბრალოდ ისიც თქმა მინდა. როგორც ვიცი, ოფიციალური ნებართვა არის, რომ მოთხოვნილი საბედრო პოლიციაში წარმოადგენელი განცხადება შეკრებასთან დაკავშირებით და თუ აქ აპირებთ ესე ვთქვი, მე ხალხს მოგწევ გადასვენებ, ვიცი ადმინისტრაციული შენობა და ტროტუარია და რო არ შევაკეთოთ დაწესებულების ფუნქციონირება. შევთავაზოთ, რომ ის მეორე ხალხი შეგიძლიათ გადაბრძანოთ და თქვენი პროტესტი გამოხატოთ. პრობლემა არის, უფრო კომფორტული იქნება თქვენთვისაც და აქ შეგრებული მიმშვერი საზოგადოებისთვის. ირგვლივ მოსახლეობასთან ჩვენ არ ვილაპარაკია სამწუხაროდ. ალბათ უნდა ჩაგვეტარებინა ეგ გამოკითხვები და მათაც მეტი ინფორმაცია ექნებოდათ ამ შენობაზე, მაგრამ არ გაგვიკეთებია ეს მაგისი რესურსი ვერ მოვნახეთ და არ ვიცი მოსახლეობა რას ფიქრობს. მაგრამ ალბათ ძალიან შერეული განწყობები იქნება, როგორც ზოგადად მთლიანობაში გვაქვს ამ საზოგადოებაში რა. ან ზოგს მოწონს, ზოგისთვის ძალიან ძვირფასია, ზოგისთვის უმნიშვნელოა, ზოგს მიაჩნია, რომ ყველაფერი საბჭოთა ცუდია და უნდა დაიგრეს. ზოგს მიუხედავად ამისა მაინც აინტერესებს